ახალი სპუნჯი მე ვარ ელენე ვარდანაშვილი, სწავლობ ბაძვის საჯარო სკოლაში, ვარ მე-10 კლასელი. ჩემი ჰობია ხატვა. თავისუფალ დროს სულ ხატავ. მიყვარს გრაფიკული დიზაინით შესრულებული ნახატები ჩავთეთ ფერში, მაგრამ საღებავებით ხატვა სულ სხვა თერაპიაა. ჩემი ნახატი არის შესრულებული შოთა რუსთაველის ვეფხის წყალოსნის პერსონაჟებიდან, ტარიელი და ნესტან დარეჯანი. ნახატს სათაურად შოთა რუსთაველის მეტაფორა უწოდე. ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა. მე ვარ აგაგი გუზიტაშვილი, ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. ვსწავლობ ბაძვის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. ვარ 15 წლის. მიყვარს თამაში და ცხოველების მოვლა. მყავს 2 ძაღლი და კურდღლები. ჩემი ჰობი არის ნადირობა. ნადირობის დროს მშვიდდები. არ მიყვარს უსამართლობა და ტყუილები. ვარ პაფშხვისგებლიანი, სამართლიანი და კეთილი. მომწონს მცენარეების მოვლა და როდესაც მცენარეებს ვუვლი, სასიამოვნო გრძნობა მიჩნდება. თავისუფალ დროს მიყვარს ხატვა. ჩემ ნახატს კი შემოდგომა დავარქვი. მე ვარ ანანო ვარდანაშვილი, ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ ახალუბაში და ვარ 14 წლის. მიყვარს ცეკვა, ხატვა და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გართობა და ფრენბურთის თამაში. ასევე მიყვარს სხვადასხვა ნაწარმოებებისა და მოთხრობების კითხვა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები არის ნუგზა შატაიძის მოგზაურობა აფრიკაში, რომლის მიხედვითაც გადაიღეს კინოფილმი გაღმა ნაპირი. მე ჩემს ნახატს დავარქვი მოგზაურობა აფრიკაში, რომელიც მოთხრობის დასასრულს ასახავს. მე ვარ რადატიაშვილი, ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ ახალუბაში. სწავლობ ბაძვის საჯარო სკოლაში, ვარ მე-9 კლასის მოსწავლე. მიყვარს ფრენბურთის და ფეხბურთის თამაში. ჩემი მშობლები არიან სოფლის მეურნეობით დაკავებულები. მე ვეხმარები მათ. ნაკვეთში მუშაობა ძალიან მიყვარს, რადგან ვეხები მიწას, რომელსაც ჩემი სამშობლო ჰქვია. მიყვარს შავი ფერებით ხატვა. უფრო პორტრეტებს ხატავ. ჩემ ნახატს ჰქვია სევდიანი გოგონა.